მოკლედ, როგორც მოგეხსენებათ, გუშინამ ცანცარში ლექსი შემოგვიწერა. ეს ლექსი არის დაფუძნებული რეალურ მოვლენებზე და ფაქტებზე, ამიტომ არავის გაგიკვირდებათ. ყველა ხარ. ჩვენი მუზები ხართ. დილა გათენდა პრაიმ ჰაუსში, წყალი თბილია დღეს ჩვენს აუზში. მე ამ ლექსს წერდი აურზაურში, ნინი მაზანას ხელი გაუშვი. დიას ამს ტყორცნა აივანს კენჭი, ხომ არ გაგიჩნდათ აქ ვინმეს ეჭვი. კაპანაძეა შესული ეშხში, ვინ გადაასწრებს პარასკევს ხმებში. ნიკო სალომეს დაუწერს რითმებს, ნეტა ვინ რომელ ნიღაბს ირგებს. პატა დამპლურ თამაშებს იწყებს, ვინ გამიქარწყლებს ამ ბინძურ ფიქრებს. აივანზე მხოლოდ კენჭები როდია, ლექს უძღვნის მაზანას ჩვენი ვიქტორია. ვუწოდოთ წყვილი თუ ჯერ შორია, ნეტავრას გვიქადის ბედის ირონია. ვინ გამოგზავნა სახლში ლირები, ხომ არ გვყავს ნეტავ ბოროტი გმირები. მერიემ სადარდე ჩვენი რითმები, მე აქ ბოლომდე შოუსთვის ვიქნები. ძალიან კარგი იყო. ერთ წამი რა არ მორჩენია. მაგრამ რაღაც არ მომეწონა უკვე. მოიცა რა? სახლში არ დარჩა არც ერთი ბანანი. მიშო, სალამი. აქ არ მოქმედებს ხარფუხის კანონი, ვიღაცა მიეცით ყიფშიძეს ნაკოლი. მეტრებელმა თქვა ვიქნები ფინალში, ვერ გახდა ბოსი მეორე კვირაში. კესო მიშო და მურვანის ეკლერი, როლექსი, პრადა, ელიტის პელმენი. ვინ ამოიღო სალსი მიზანში, ვის დასვამ სკამზე ნეტავ ამ კვირაში. კრისტიმ შეგვიქმნა წასვლის მირაჟი, კარგად დაისვენა თავის ბინაში. ხანდახან ფაქტები მართლაც რომ სწორია, ცუდს თუ გაიგებთ, იცოდეთ ჭორია. ამ ლექსის დამწერი გოგო ორია, სალომე კაპანაძე და იცვი ვიქტორია.